15 იანვარს გვიან ღამით ბათუმში თავს დაესხნენ პარტია საქართველოსთვის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას. ინციდენტში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. თავდასხმის შემდეგ გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმმა თაკო შანთაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტიკოსს აქვს ცხვირის ცვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მისივე ცნობით გახარიამ კლინიკა უკვე დატოვა. 15 იანვარს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მარტო მყოფ გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა. მათი თქმით, თავდასხმის ადგილი, სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებითაა აღჭურვილი და ეს სასტუმროს ადმინისტრაციამაც დაადასტურა. გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხრულად, როგორც ეს ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად მკურნალობს სახლში. ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშწორება არ არის. მართველი პარტიის დეპუტატის ლადო ბოჟაძის თქმით, სასტუმრო შერატონში არათუ თავდასხმა, არამედ დაპირისპირება მოხდა. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშწორება, მithumetes ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასტუმროში დავალოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, იცით თქვენ, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს აუცილებლად, ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველა. გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც. მომხდარი დაგმო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. ის რაც მოხდა ამ ღამეს ერთ-ერთ პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ესა, არავის მიმართ ძალადობა არ შეიძლება, არავის მიმართ ასეთი ცდელობა იმისი, რომ საზოგადოება დააშინო და მოქალაქეები, კერძო მოქალაქეები ასევე დააშინო. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთოდ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანადგომაც იქნება შეტყობინებული, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რომ ჩვენ დავუშვათ. გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი გამოძიების სწორი კვალიფიკაციით წარმოებისკენ. საქართველოს პროკურატურას კი საქმის ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობისა და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნისკენ მოუწოდებს. საპროცესო ზედამხედველობა თავის თავში გულისხმობს იმასაც, რამდენად სწორი კვალიფიკაციით დაიწყო და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. რაც შეეხება ქართული ოცნების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ძალადობას, ეს ძალადობის პრაქტიკა, ძალადობის წახალიზება და ძალადობრივი ქმედებები ამ პარტიის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან არ ახალია და ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. აღნიშნულ საქმეში შესაძლოა მკაფიოდ იკვეთებოდეს ის, რომ მასზე თავდასხმა დაკავშირებულია სწორედაც რომ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ სწორი კვალიფიკაციით აწარმოოს გამოძიება. მათ შორის საჯაროდ გავრცელებული წყაროებით, არაერთი წყაროს მონაცემებით, მასზე განხორციელდა ძალადობა ჯგუფურად და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გამოკვეთოს აღნიშნული კომპონენტიც. გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს სახალხო დამცველიც, რომელიც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სრულფასოვნად ჩატარებას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.